ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუმჩნევია, უგრძნია მკერდში სიმაგრე, ძალიან გავრცელებულია და თითქმის ნებისმიერ ასაკში, დაწყებული თინეიჯერიდან დამთავრებული დიდ ასაკში ადამიანებს აქვთ ქალებს მკერდში სიმაგრე და პირველი რასაც ფიქრობენ ხოლმე არის არ იყოს მკერდის კიბო, რაც დიდი პრობლემაა და ამიტომ ხშირად ნერვიულობენ და ვისაუბრებთ ტოპ 5 მიზეზზე. სინამდვილეში მკერდის კიბო არ არის ყველაზე ხშირი მიზეზი, თუმცა ყველაზე სერიოზული მიზეზი ნამდვილად არის და ვისაუბრებთ მის გარდა ან მის ჩათვლით რებმა შეიძლება გამოიწვიონ, რითი შეიძლება მკურნალობა და როგორი პროგნოზი აქვს რა შემთხვევაში. ყველაზე ხშირი მიზეზი არის ფიბროადენომა. ფიბროადენომა არის კეთილთვისებიანი. კეთილთვისებიანი რას ნიშნავს? სიმაგრე ამ მკერდში დაახლოებით ბურთულასავით აი რომ მოსინჯოს ხელით ადამიანმა თითქოს კანის შიგნით ბურთულასავით არის შარიკი ეგრეთ წოდებული, რომელიც მოძრაობს, მკვრივია, მაგრამ ირეგულარული არ არის, ანუ რეგულარული საზღვრები აქვს, ან გარედანაც რამე დეფექტი არ ემჩნევა ადამიანს, ტკივნეული როგორც წესი არ არის, შეიძლება მენსტრუაციის დაწყების წინ პრემენსტრუალურ პერიოდში ახასიათებდეს ცოტა ტკივილი, მაგრამ რამე განსაკუთრებული ტკივილი არ იცის. ძალიან გავრცელებულია ქალების ძალიან დიდ პროცენტს აქვს განსაკუთრებით 35 წლამდე, 15 წლიდან 35 წლამდე ქალებს თუ მკერდში სიმკვრივე აქვთ, როგორც წესი ფიბროადენომაა, როგორც წესი ეგ არ არის ხოლმე სიმსივნე. ფიბროადენომას პრაქტიკულად ნული აქვს შანსი რომ სიმსივნეებს გარდაიქმნას, განსაკუთრებით თუ ულტრაბგერის აპარატით ფასდება ეგ და თუ ულტრაბგერაზე უბრალო ფიბროადენომა მით უმეტეს, თუ კომპლექსურია, ანუ არარეგულარული შიგთავსი თუ აქვს მოკლედ, მაშინ უფრო მაღალია შანსი რომ სიმსივნე განვითარდეს მისგან, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი შანსი აქვს. მოკლედ ფიბროადენომა ძალიან მაღალი პროცენტით, 99.9%-ით, როგორც წესი არის კეთილთვისებიანი და რამე ისეთი სირთულეები არ ახასიათებს. როგორც წესი არის თავისთვის და არაფერს არ აშავებს, ვითარდება ქალური ჰორმონების გავლენით, ესტროგენების და პროგესტერონის გამო, როცა იმატებს ეს ჰორმონები, ზოგჯერ მკერდის ქსოვილი არათანაბრად იზრდება და ამ არათანაბარ ზრდას მოყვება ასეთი ფიბროადენომის ზრდა. და ეს არის რასაც ქალები გრძნობენ. შეიძლება გაიზარდოს დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა იზრდება, აუცილებელია დაკვირვება, ამას ეძახიან ყურადღებით დაკვირვებას, ანუ watchful waiting, ესე ქვია. ანუ ველოდებით, ვაკვირდებით, მაგრამ საგანგაშო არ არის, თავიდან 6 თვეში ერთხელ, მერე წელიწადში ერთხელ, ზომას თუ მნიშვნელოვნად არ იცვლის, როგორც წესი სტაბილურია მუდმივად. თუ თქვა ჩქარა იმატებს, შეიძლება ბიოპსიისთვის შეფასდეს, ან მკურნალობა არის ქირურგია, ქირურგიულად ამოკვეთა მისი, ქირურგიულად ამოკვეთა ეფექტურია, არაფერი ამოიკვეთება და ეგ არის რა, ანუ როგორც წესი აღარ დაბრუნდება, ზოგ შემთხვევაში რაღაც 5%-ში შეიძლება ისევ გაიზარდოს, შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი არა. საშიში მოკლედ არაფერია, აქ ამ შემთხვევაში ფიბროადენომა ძალიან გავრცელებულია და ქალების დიდ ნაწილს აქვს მოკლედ. მეორე ყველაზე ხშირი არის კისტები მკერდში, კისტები, ანუ ცისტები, კისტას ეძახიან რა არის? წარმოიდგინეთ ბუშტუკი, რომელიც სითხით არის სავსე. რატო? იმიტომ რომ მენსტრუალურ ციკლთან ერთად ჰორმონები ფლუქტუირებს მოკლედ და ხდება წყალში შეცდომები სარძევე სადინარში და ამ შეცდომების შედეგი ზოგჯერ ჩაიკეტება ეს სარძევე სადინარი, დაგროვდება, სითხე იწყებს დაგროვებას და ზრდას იწყებს. რო იზრდება როგორც ცისტად, ანუ კისტად. ეგ უფრო ხშირია, უფრო ასაკოვან ქალებში 35 წლის ზევით, მაგრამ შეიძლება
უფრო ქვედა ასაკშიც განვითარდეს, მაგრამ უფრო ზედა ასაკში ხშირია. ეს კისტაც საშიში არ არის. კისტების უმეტესობა გაიწოვება თავისით დროთა განმავლობაში. თუ არა და შეიძლება იყოს. შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ საშიში მაინც არ არის. მისი ასპირაცია შესაძლებელია. ასპირაცია რა არის? ნემს რო უჩხვლიტავ და გამოწევ, ანუ სითხეს გამოიღებ და დაიჩუტება ეს და როგორც წესი ეგ არის მკურნალობაც. თუ კისტა თქვა ძალიან ჩქარა იზრდება, სიმპტომებს იწვევს, მტკივნეულია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ოპერაციის გაკეთება, მაგრამ როგორც წესი ოპერაციის გაკეთება საჭირო არ ხდება ხოლმე. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი მკერდში სიმაგრეში არის მკერდის კიბო, ხო, ანუ ეძახიან ზუზუს კიბოს და ესე არ აქვს დიდი მნიშვნელობა ტერმინებზე, ნუ ვიკამათებთ და ვიდავებთ. მკერდის კიბო ზოგადად დამკვიდრებული ტერმინია და როცა ახსენებენ, მოკლედ ვიცით რაზეა საუბარი, ამიტომ არ გამოვეკიდები დეტალებს. ეხლა მკერდის კიბო არის ძალიან ხშირი. ქალებში თუ 50 წელს ზევით ქალს აქვს მკერდში სიმაგრე, დაახლოებით 40%-იანი რისკია იმისი, რომ ეს იყოს სიმსივნე. ანუ ეს საკმაოდ დიდი რისკია და ძალიან საყურადღებოა. ქალს ზოგადად 10-14% აქვს ცხოვრებისეული რისკი მკერდის კიბოსი და თუ პირველი რიგის ნათესავებში მკერდის კიბოს ქონდა ვინმეს, ეს რისკი კიდევ უფრო მომატებულია. ამიტომ დიდი ყურადღება ჭირდება. ქალს მკერდის კიბო როგორ გამოიყურება? არარეგულარული საზღვრები აქვს ეკოსკოპიაზეც მაგალითად არის სიმაგრე, რომელიც არ მოძრაობს, ანუ ის თუ მოძრავია ფიბროადენომა თითით რომ მოსინჯავეს არ მოძრაობს. შეიძლება გარედანაც ემჩნეოდეს დეფორმირება კანის, შეიძლება არც ემჩნეოდეს და ასევე იღლის ლიმფური კვანძების გადიდება ახასიათებს. ყოველთვის არა, გაჩნია რა ზომის არის. ზოგჯერ თვალით შეიძლება უხილავი იყოს, იმდენად პატარა იყოს და თითითაც შეუმჩნეველი იყოს, ანუ თვით გასინჯვას არ აქვს ყოველთვის დიდი საიმედოობა და ამისთვის არსებობს მამოგრაფია. მამოგრაფია იძლევა სურათს და მანამდეც კი სანამ გაზომვა ხელით შესამჩნევი გახდება, მანამდეც შესაძლებელია მკერდის კიბოს დეტექცია. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სანამ პატარა, მანამ შეამჩნევ და მაგას აქვს უზომოდ დიდი მნიშვნელობა პროგნოზისთვის. ანუ რაც უფრო მალე შეამჩნევს ადამიანი, რეალურად სიცოცხლეს გადაირჩენს ძალიან მნიშვნელოვნად. აი რაშია საქმე ახლა. თუ კი მკერდის კიბო შეამჩნევს ადამიანი, სანამ ლიმფურ კვანძებში გავრცელდება, სანამ 1-2 სანტიმეტრი გახდება, მაგალითად, აი პრაქტიკულად განკურნებადია ბოლომდე. ნუ ოპერაცია ჭირდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ განკურნებადია სრულად და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა რეალურად, ანუ 99%-ზე მაღალი აქვს შანსი, რომ სრულად განიკურნოს. პირველი სტადია როცა არის, პირველი სტადია პატარა, თქვათ, სადაც 1 სანტიმეტრამდე, მაგრამ არ არის გავრცელებული. მაგ შემთხვევაში ძალიან მაღალია სრული განკურნების შანსი. მეორე სტადიაშიც მაღალია სრული განკურნების შანსი და უკვე ან მესამე მეოთხე სტადიაშიც არსებობს, რა თქმა უნდა, ეგ შანსები, მაგრამ ძალიან ეცემა და მე უკვე 5 წლიანი გადარჩენის ის ვადებია და ანუ მკურნალობა, სიცოცხლის გახანგრძლივება მნიშვნელოვნად შესაძლებელია, მაგრამ მაინც დიდი რისკები აქვს ძალიან განსაკუთრებით ზედა სტადიებში, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რაც შეიძლება მალე უნდა შეამჩნიოთ ეგ, რაც შეიძლება მალე. ამიტომ ქალმა, ნებისმიერ ქალმა 40 წლიდან უნდა დაიწყოს რეგულარულად ყოველ წელს მამოგრაფია, თუ პირველი რიგის ნათესავს ქონდა მკერდის სიმსივნე, მაშინ 25 წლიდან უნდა დაიწყოს გოგომ კონტროლი მკერდის და მარტო მამოგრაფია არ არის ხოლმე საკმარისი, MRI ან მაგნიტური რეზონანსული გამოკვლევა მკერდის ძალიან დეტალურ სურათს იძლევა და საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება ადრე იქნეს შემჩნეული ეს სიმსივნე თუ არის მაგ შემთხვევაში.
ამიტომ კატასტროფულად დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ რაც შეიძლება მალე შემჩნევად, ამიტომ არ უნდა დაიზაროთ ეგეთ რაღაცაზე. მით უმეტეს როგორ არის იცით რომ არის სიმსივნეები სადაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს როდის შეამჩნევ. ანუ ადრე შეამჩნევს ადამიანი თუ გვიან შეამჩნევს ცუდი პროგნოზია რა ბევრი არის ეგეთი სიმსივნეები აგრესიული სიმსივნეები ძალიან მაგრამ მკერდის კიბო მიეკუთვნება იმ სიმსივნეს რომელსაც უზომოდ დიდი მნიშვნელობა აქვს როდის შეამჩნევ და ამიტომ არსებობს სკრინინგის იდეა საერთოდ და სკრინინგი 40 წლიდან თან ძალიან გავრცელებულია მკერდის კიბო იცით ალბათ ქალებში რომ დომინანტი სიმსივნეა ამიტომ მოკლედ მამოგრაფია აუცილებელია თუ პირველ რიგის ნათესავს აქვს ვინმეს საუბარია დედა ბებია და ესე და მკერდის კიბო მაშინ აუცილებელია ასევე რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკიდან 25 წლიდან დაიწყოს ქალმა მისი კონტროლი. მკურნალობა არის ოპერაცია რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი აქვს თუ ადრე მოხდა აღმოჩენა. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მოკლედ გასამახვილებელი მაგაზე და არ არის გადასადების საკითხი და არ არის დასაგვიანებელი. შემდეგი მიზეზი რატომაც სიმაგრე მკერდში შეიძლება იყოს ეს არის მასტიტი. მასტიტი არის ეგეთი მდგომარეობა მეძუძურ დედებს აქვთ ხოლმე რძის დინების შეჩერება როცა ხდება სტაზი ქვია მაგას რძე რო ჩერდება მოკლედ იწყებს ბაქტერიები გამრავლებას ბაქტერიები რო გამრავლებას იწყება ანთება და ქას ეწყება ტკივილი და ან ჩირქის წარმოქმნა სიცხე გრიპის მსგავსი სიმპტომები შეიძლება ქონდეს ხელის დადებით მტკივნეულია მოკლედ მაგიტო არის ხოლმე რომ აი აწოვეთ ზუზუ აუცილებელია ბავშვს რომ არ მოხდეს სტაზი შეჩერება არ მოხდეს დინების და ამიტომ არ ან ბუნებრივი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია მაგ მხრივაც რეგულარული რომ მუდმივად იწმინდება ეს სადინები და ამიტომ მასტიტის რისკი მცირდება მასტიტი მტკივნეულია და ანტიბიოტიკები ჭირდება გამოდენა დრენაჟი ჭირდება ზოგჯერ საჭიროა დრენირება ამ ჩირქის თუ დაგროვდა მაგრამ პროგნოზი კეთილსაიმედო აქვს ძალიან უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ ქმნის იკურნება მოკლედ და ეგ კარგია ემართებათ მეძუძურ დედებს როგორც წესი მეხუთე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ცხიმოვანი ნეკროზი სიმაგრის ცხიმოვანი ნეკროზი რა დროს ვითარდება ეგ ვითარდება როგორც წესი როცა მუდმივი ზეწოლა თუ აქვს მაგალითად მკერდს მექანიკური ზეწოლის შემდეგ ან ოპერაცია თუ გაიკეთა ქალმა მკერდზე მაგ დროსაც ვითარდება ან რამე მოჭერილი თუ აცვია აი ლიფები ზოგჯერ არის რომ აზიანებს მკერდს და მაგის გამო ანუ მთავარი აზრი არის მოკლედ რომ ანუ მკერდის ქსოვილი ზიანდება დაზიანების მერე წარმოიქმნება ანთება ანთების მერე ხდება ქსოვილების ნეკროზი და ცხიმოვანი ნეკროზი ქვია მაგას ნეკროზი ნიშნავს სიკვდილს ქსოვილები კვდება რაღაცები მაგრამ ეგ არ არის პრობლემა ეგ სიმაგრე ყალიბდება მერე და მკერდში სიმაგრეების დაახლოებით 1-2%-ია ეს ცხიმოვანი ნეკროზით გამოწვეული შეიძლება კანი გარედან დაზიანებული იყოს მტკივნეული იყოს გაწითლებული იყოს სისხლჩაქცევა ემჩნეოდეს ქალს შესაძლებელია ეგენი უმეტესად მოკლედ ცხიმოვანი ნეკროზი ასოცირებულია ფიზიკურ დაზიანებასთან ან ოპერაციასთან ან ფიზიკურ ზეწოლასთან მოჭერასთან რომელიც შეიძლება ტანსაცმელმა არამე რაც აცვიათ ხოლმე მოკლედ მაგან გამოიწვევს ცხიმოვანი ნეკროზი საერთოდ არ არის საშიში არაფერს ცუდს არ იწვევს ეგ კარგია შესაბამისად შეგიძლიათ მაგ მხრივ იყოთ მშვიდად და რო შევაჯამოთ მკერდისში სიმაგრე მოკლედ ძალიან ხშირია ქალებში თუ 35 წლამდეა ფიბროადენომა ყველაზე მაღალი ალბათობით 35 წლიდან ზევით 40 წლიდან ზევით უკვე
უკვე ყურადღებას უნდა ვიყოთ მკერდის კიბოს კუთხით და რეგულარული სკრინინგი, მამოგრაფია აუცილებელია. თუ ნათესავს აქვს მკერდის კიბო ან ქონდა, მაშინ მამოგრაფიას პლუს მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა ორივე ერთად უკეთესი სურათისთვის და ადრეული დიაგნოსტირებისთვის, რაც შეიძლება მალე რომ მოხდეს აღმოჩენა. შეიძლება იყოს კისტები 35 წლიდან ზევით, მაგრამ მაგ არ არის საშიში. შეიძლება იყოს მასტიტი, თუ მეძძური დედა და ტკივა და სიცხე აქ მასტიტია და თუ კი რამე ფიზიკურად ატკინა, აცვიან, მოჭერითი ან ოპერაცია გაიკეთა, ეგ არის ცხიმოვანი ნეკროზი. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა დღეისთვის. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. ეს ვიდეო აუცილებლად შეინახეთ ან ყოველ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს არა მარტო ერთი ადამიანის, თუ კი ყურადღებით იქნებით და რაც შეიძლება ხშირად რეკომენდირების ფარგლებში გულისხმობ, გაიკეთებთ სკრინინგს, საუბარია წელიწადში ერთხელ, მამოგრაფია, ადრეული შემჩნევა თუ მკერდის კიბო არის, რადგან მისი მკურნალობა შესაძლებელია. თუ არა და ძალიან ცუდი შედეგები აქვს, ძალიან ცუდში იგულისხმება სიკვდილი, რაც ძალიან ცუდია, ამიტომ ეგ არ უნდა გადადოთ. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ და ეგ იქნება თქვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ და ჩემს მიმართაც და ამისთვის მადლობელი ვარ. ყოველი თითოეული თქვენი კომენტარისთვის მადლობელი ვარ. ნახულობ ხოლმე და ძალიან მიხარია, გულს მიხარებს, მივსებს და ამისთვის თითოეულ თქვენთაგანს მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას.